გადამამუშავებელი კომპანია ზოპტრეიდი. გამწყვეტელი პირები არიან? კი ბატონო. შეგიძლიათ ცოტა გახმაროთ? კომპანია ზოპტრეიდი ჩვენი ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც საქსტატის ოფიციალურ წერილში აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში 2021 წელს დაფუძნებული კომპანია რუსეთიდან ნავთობის ერთ-ერთი იმპორტიორია. ამ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველი ბოლო ოფიციალური მონაცემები გახდა. სახელმწიფო მთვლელი ამტკიცებს, რომ საქართველოდან ნავთობის ექსპორტი 2026 წლის იანვარში 401%-ით გაიზარდა. ჩვენ ვადგენთ, საიდან მოდის და სად მიდის შავი ოქრო. საქართველო ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ არის. მონაცემების 401%-ით ზრდა კი ჩვენთვის საეჭვო გარემოებაა, ამიტომ ჯერ საქსტატიდან ინფორმაციას მოვიპოვებთ. ჩვენ სახელმწიფო მთვლელს ვკითხეთ, ვინ არიან ქვეყანაში ნავთობის იმპორტიორები და ექსპორტიორები. სახელმწიფო მთვლელი ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში ნავთობის შემომტანების სიას გვიგზავნის. ძირითადად სიაში ბენზინ-გასამართი სადგურების ქსელების მფლობელები ან მათთან დაკავშირებული კომპანიები არიან. სიაშია ზოპტრეიდიც. ახლა ვადგენთ, ვინ დგას ამ კომპანიის და შავი ოქროს ბიზნესის უკან. ხელმძღვანელ პირებთან გვინდა შეხვედრა. თქვენ თანამდებობას იკავებთ კომპანიაში. დამფუძნებლის შვილი ვარ. დამფუძნებლის რომლის? ბეჟან ბეჟუა. ბეჟან ბეჟუაშვილის შვილი ბრძანდები? თორნიკე, კითხვები გვაქვს. ტერიტორია, არანაირ კითხვაზე პასუხს არ ვაპირებ, რომ გაგცეთ, იმიტომ რომ არ არის ისეთი საკითხი. გვაინტერესებს ნავთობის ბიზნესში როდის შემოვიდა თქვენი ოჯახი? ერთ წამი დაგირებდა. თორნიკე. ეგ შეგიძლიათ გაარკვიოთ საჯარო ინფორმაცია და რეესტრიდან ამოიღოთ. მამაკაცი, რომელიც ალექსეევკას დასახლებაში ნავთობ ტერმინალის ტერიტორიაზე გადაღებას გვიკრძალავს, ზოპტრეიდის ხელმძღვანელად გვეცნობა. ეს თორნიკე ბეჟუაშვილია. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციის ლიდერების საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის ძმა. კომპანია ზოპტრეიდის 50%-იან წილს პროკურორის მამა ბეჟან ბეჟუაშვილი ფლობს. ჩვენი ინტერესის საგანია დავადგინოთ, რომელი ქვეყნებიდან და რომელი კომპანიებიდან შემოაქვთ ნავთობი საქართველოში. პასუხად თავდასხმას ვიღებთ. მაინტერესებს პროკურორის ოჯახმა როდის დაიწყო ნავთობის ბიზნესი, საიდან შემოგაქვთ? საიდანაც, ანუ მე კომენტარს ვერ მოგცემთ. იმიტომ რომ არ ვთვლი საჭირო და არ ვავალდებული რომ თქვენ კითხვებზე პასუხი გავა. საიდან შემოგაქვთ ნავთობი? საიდან შემოგაქვთ ნავთობი? ქვეყნებში გავხართ. ჩვეულებრივად საიდანაც შემოდის ნავთობი საქართველოში, საიდანაც არის ლეგალური. რეგიონიდან შემოდის ნავთობი, მათ შორის რუსეთიდან. გადამოწმე. საიდზე მითითებული. საიდან შემოგაქვთ ეს ნავთობი? ხო, ტერიტორია რომ დატოვოთ რა. თორნიკე ბეჟუაშვილი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, ერთ მთავარ კითხვაზე არ გვპასუხობს. არის თუ არა მათთვის ნავთობის მიმწოდებელი რუსეთი? ძალიან მარტივად შეგიძლიათ ეხლა ჩაჯდე მანქანაში გეხვეწებ მიაცილე ეს ქალბატონი რომ წავიდეს ტერიტორიიდან. ანუ მე თქვენ სახში როგორც არ შემოვდიო, ეგრე არის. ეს სახლი არ არის ბატონიკე. პროკურორის ძმა ბრძანდები ერთზო დაწესებულება არის. არ მაქვს ჩემი და ასაკეთებს ეგ თავის საქმე და დაუშვი კითხვა. მამა თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახთან ერთად ბიზნესი ნავთობის აქვს? შეგიძლია ძალიან მარტივად გადაამოწმო რეესტრი, ხო იცი რეესტრის გამოყენება. რო გადავამოწმე, აქ ვარ, მაგიტომ ბატონო. ხო და მე ვერ გიპასუხებ, შენ ვისაც თანაც კითხვები გაქვს, ის ნახე და იმას დაუსვე. არ ვიცი მე, რა ვიცი, სად არის. 2024 წლის 24 თებერვალს შაბათის ეთერმა საქსტატს წერილი გაუგზავნა. ჩვენ გამოვითხოვეთ რუსეთიდან და ირანიდან ნავთობ პროდუქტების იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი. 26 თებერვალს საქსტატმა გამოგვიგზავნა ეს სია. აქ ჩამოთვლილია რუსეთიდან ნავთობ პროდუქტების იმპორტიორები. ერთ-ერთი კომპანია ზოპტრეიდია. ზოპტრეიდის 50%-იან წილს ბეჟან ბეჟუაშვილი ფლობს. ბეჟუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციის ლიდერების საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის მამაა. ნავთობ პროდუქტების ბიზნესის 16%-იანი წილი ზაურ ელიზბარაშვილს ეკუთვნის. ის შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის სიმამრეა. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ გახმაურებული საქმეების პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრების ოჯახების შემოსავალს რუსული ნავთობის ბიზნესიდან იღებენ. ბატონი თორნიკე, ბატონი ბეჟანი სახლში არ არის? რუსეთიდან რომ ნავთობი შემოგაქვთ, მაგ კითხვებზე რომ გუშინ არ მიპასუხეთ, დოკუმენტებით მოვედი, რომ თქვენთვის მეჩვენებინა. არავინ არ გემალება და აქ არ
ეს კადრები უკვე გასულ კვირას ლისის უბანში გადავიღეთ, რადგან კომპანიის ნავთობ ტერმინალში აგრესიით შეგვქმნენ და ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს, ახლა მფლობელს ვეძებთ. ნავთობის ბიზნესში მყოფი პროკურორის მამა საჯარო რეესტრის მონაცემებით სახლ-კარს არ ფლობს, თუმცა შაბათის ეთერი არ კვევს, რომ ბეჟან ბეჟუაშვილის დის სახელზეა გაფორმებული ლისის უბანში მდიდრული ვილებიდან ერთ-ერთი. მეორე ვილა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მეუღლეს ეკუთვნის. ამ მისამართზე ჩვენ მდიდრული ქონების გამოსაკვლევად არ მივსულვართ. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ოპოზიციის ლიდერების საქმის პროკურორის ოჯახის შთამბეჭდავ ქონებას არ ვიკვლევთ. ჩვენ ვეძებთ პასუხს კითხვაზე, არის თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის და პროკურორის ოჯახების შემოსავლების ერთ-ერთი წყარო რუსული ნავთობი და არიან თუ არა მათი პარტნიორები რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ნავთობ კომპანიები. ბატონი ბეჟანის სახლშია, რუსეთიდან რომ შემოგაქვთ ნავთობი, დოკუმენტები მოგიტანეთ და მაგაზე გვაქვს კითხვები. ლისის უბანში მდიდრული ვილიდან ისევ პროკურორის ძმა გამოდის, ისევ აგრესიით და პასუხგაუცემელი კითხვებით. შეუძლებელია ნავთობის ბიზნესში ჩართულმა ხელმძღვანელმა პირმა არ იცოდეს, რომელი რუსული კომპანიებისგან ყიდულობს ნავთობ პროდუქტებს. თქვენ გესაუბრებით, არ არის ბატონი ბეჟანი თუ ისევ დაგვემალება? არავინ არ გემალება და აკარჩო. რადგან პასუხები არ არის კომპანია ზოპტრეიდის მიერ რუსეთიდან ნავთობ პროდუქტების შესყიდვის შესახებ, ჩვენ მონაცემებს ღია წყაროებში ვეძებთ. იმ დროს, როდესაც რუსული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებზე ამერიკული, ბრიტანული და ევროკავშირის სანქციები ვრცელდება, ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, პირდაპირ ან მესამე პირის საშუალებით ხომ არ თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის სიმამრი და გახმაურებული საქმეების პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის მამა რუსი ოლიგარქების ან რუსეთის სახელმწიფო კომპანიებთან. საიარის მონაცემთა ბაზაში, რომელიც 10,000-ობით კომპანიის საერთაშორისო ტრანზაქციას ამუშავებს, ჩვენ მივაკვლიეთ მტკიცებულებას, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების კომპანია ზოპტრეიდი რუსულ ნავთობს ყიდულობს. საერთაშორისო ბაზებში ასეთი სულ 5 ტრანზაქცია იძებნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეტი არ იყო. აი ფაქტები. ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრის და პროკურორის მამის კომპანიამ 2025 წლის მაისის ჩათვლით ნავთობის 60% რუსეთის სამრეწველო რკინიგზის ტრანსპორტის საწარმოსგან, 40% კი რუს ინვესტისგან იყიდა. ამ კომპანიებიდან ერთის საბოლოო კვალი კი რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტამდე, გაზპრომამდე მიდის. ახლა ჩვენ ამ დოკუმენტებით ხელში უკვე კომპანია ზოპტრეიდის ოფისში მივდივართ. აქან შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრი ან პროკურორის მამა უნდა იყვნენ, რომ კითხვებზე პასუხები მივიღოთ. ბატონ ზაურთან ვარ. ზაური არ არის. მამაო გარდაეცვალა და იქ არის. სადგომი გარდაეცვალა? თხინვალაში მამაო. ყველა პასუხისმგებელი პირი გასვენებაშია. გვეუბნებიან ზოპტრეიდის ოფისში. არადა რაც უფრო მეტ დოკუმენტს ვშიფრავთ, კითხვა უფრო მეტია. საიარის ანგარიშის თანახმად, კომპანია ზოპტრეიდს ნავთობ პროდუქტებს რუსეთის სამრეწველო რკინიგზის ტრანსპორტის საწარმოც აწვდის. ბაზებში დაფიქსირებულია 3 შესყიდვა. რუსეთის ერთიანი რეესტრის მონაცემებით კი ბაშკირეთში რეგისტრირებული ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატია. საბოლოო ბენეფიციარია რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომი და რუსგაზ დაბიჩა. ეს კომპანია ვლადიმერ პუტინის მეგობარ ოლიგარქთან, არკადი როტენბერგთანაა დაკავშირებული. როტენბერგი კი სანქციების რეკორდსმენია. როგორ გავიდა კავშირზე ასეთ რუსულ კომპანიასთან გელაძის სიმამრის და პროკურორ ბეჟუაშვილის მამის ბიზნესი. მეორე დღეს ჩვენ ისევ ზოპტრეიდს ვაკითხავთ. მაგარეკა. დიახ. თქვა რომ ერთი კვირა ამ კვირის ბოლომდე არ იქნებიანო არც ერთი. ალბათ თურქეთს წავიდნენ. დღეს აქ იყო და თურქეთში აქედან წავიდა სხვისი მანქანით? ალბათ. არ შეიძლება შემოწმოს. როგორ არის სამსახურში? არ არის, გუშინაც ეყილა მანქანა. ხო, მაგრამ და ელაპარაკა და იცის რომ სამსახურშია. ჩემს მანქანას რა ხელი გაუშვა? ჩემ ტერიტორიიდან გადიდა. ხელს გაუშვებ რა. არ შეიძლება. გაუშვებენ იმ სამსახურს თქვენს გამო.
ეს კადრები კი უკვე 5 მარტსაა გადაღებული. ზობტრეიდის ოფისში პასუხად ისევ აგრესია მივიღეთ. უპასუხო კითხვები სულ უფრო ამძაფრებს ვარაუდს, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ოჯახების კომპანიები ნავთობს ნამდვილად რუსეთის პოლიტიკური ელიტის ფლობელობაში არსებული ქარხნებიდან ეზიდებიან. აქ ჩნდება კითხვა, რის სანაცვლოდ გახსნა ნავთობის ბიზნესის ეს არხი ქართულმა ოცნებამ და ყავს თუ არა რუსული შავი ოქროს ბიზნეს საქართველოს მთავრობაში მფარველები. ამ კითხვებით პროკურორის მამის კიდევ ერთ საცხოვრებელ სახლში და სამართლის სახლის ოფისში მივდივართ. გვიან მოდიან ეს კომპანიის თანამშრომლები? დაახლოებით რომელი საათისკენ? 11-12-ისკენ? ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის დროს პასუხების მისაღებად მივედით ყველა შესაძლო ადგილას და დავრეკეთ ყველა შესაძლო მოპასუხესთან. საიარის მონაცემთა ბაზით ჩვენ ვადგენთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის სიმამრის და ოპოზიციის ლიდერების საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის მამის კომპანიას ნავთობს რუსეთიდან მხოლოდ გაზპრომის შვილობილი კომპანია არ აწვდის. აღმოჩენილია ნავთობის მოწოდების კიდევ ერთი ჯაჭვი. კომპანია რუსინვესტი. რუსეთის ერთიანი რეესტრის მონაცემებით ამ კომპანიის აქციების 99%-ის მფლობელი რეიკროფტ ლიმიტედია. 2023 წლამდე ეს კომპანია კვიპროსში იყო რეგისტრირებული, თუმცა საერთაშორისო სანქციების გამკაცრების შემდეგ მან შეიცვალა იურისდიქცია კვიპროსიდან რუსეთში, კალინგრადში. ამ კომპანიის მფლობელებით საბოლოოდ პუტინის მეგობარ ბიზნესმენთან, სანქცირებულ როტენბერგთან არიან კავშირში. რადგან კითხვებზე კომპანიის მფლობელები არ გვპასუხობენ, ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრთან გელა გელაძესთან მივდივართ იმის გასარკვევად, როგორ გაჭრა მისმა სიმამრმა რუსული ნავთობის ბიზნესი. გამარჯობა ბატონო გელა. რამდენიმე კითხვა გვაქვს ბატონო გელა თქვენთან? გელა გელაძე გვიდასტურებს, რომ მისი სიმამრის საქართველოში ნავთობის ბიზნეს ფლობს. ახლა ვარკვევთ, რა იცის მინისტრმა. არის თუ არა მისი ოჯახის კომპანიისთვის ნავთობ პროდუქტების მთავარი მომწოდებელი რუსეთი. უხერხულობას არ გექნით, რომ თქვენი ოჯახის წევრები რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობს რუსული ბიზნესის ლაპარაკობთ გაზპრომის შვილობილ კომპანიებზე. თქვენ როგორც მინისტრს ეს უხერხულობას არ კიდევ ერთხელ დოკუმენტები გაქვთ, რომელიც მე არ ვიცი და ჯობია რომ ზაურისთან და მე თუ გინდა კიდე მოვძანო. თქვენ სხვა კითხვა და გესვით. თქვენ ეს უხერხულობას არ გექნით ბატონო გელა? ზაური ელიზბარაშვილი 40 წელიწადია საქართველოში ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული 40 წელიწადია. ალბათ არ მოინახება მეორე კომპანია ამდენი ათეული წელი საქართველოში. 40 წელია რუსულ კომპანიებთან. არა, ზოგადად ბიზნესში. ჩვენც ისეთ და როგორც გაზპრომია ბატონო გელა. ნუ რა სხვა რამე გითხარით და სხვა რამეს მიტრია. კი, რამდენი ჯგუფში არ შედის ბატონო გელა. მისი დამფუძნებლები არიან, ელიზი ჯგუფის დამფუძნებლები არიან. GT Trade Group-ი. შეიძლება კომპანია ახალი იყოს, მაგრამ ელიზი ჯგუფის დამფუძნებლები არ არიან. აქ არის მაგალითად ბეჟან ბეჟუაშვილი, რომელიც ელიზი ჯგუფის კომპანიაში არ არის. არა, ვერ იქნება ბეჟან ბეჟუაშვილი, არიან ელიზბარაშვილი, კი ბატონო. ანუ ახალ კომპანიაზე ვლაპარაკობთ. ამ ინტერვიუს ფარულად გელა გელაძის პირადი მცველი იწერს. საუბრის დასრულებიდან რამდენიმე საათში ჩვენ საუბარს გელაძესთან სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ანი კანკია აქვეყნებს. ის წერს, რომ მინისტრის სიმამრს ბიზნესი 30 წელი აქვს და ქვეყნის მსხვილი გადამხდელია. არადა ჩვენი კითხვები ნავთობის ბიზნესს ეხება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაგვიდასტურა, რომ მისმა სიმამრმა 5 წლის წინ დაიწყო. ნავთობ პროდუქტების ბიზნესში რო არის გიდასტურებთ კი ვიცი საქმის პროფილში. როდიდან დაიწყო ეს ნავთობის გიგანტად 5-6 წელია ალბათ არ ვიცი. პროკურორის ოჯახთან ერთად დიდი ხანია აკეთებს. არ თქვენ განმესმის ახლა პირველად. ვისთან ერთად არის პარტნიორები რო ყავს, მაგასაც გიდასტურებთ. ვინ ყავს არ ვიცი დეტალები. მის შესახებ არ არის პრობლემა, ზაურის ნახვა და ის პირიქით ნომერსაც მოგცემთ და დაუკავშირდით და გეტყვით. ამ კომპანიის შესახებ მასთან კომპანიაში მასთან შესაძლებელი. აქ ვაგესაბრთაოზე. და ვერ შეხვდით? მე დაგეხმარებით შეხვედრაში. მადლობელი ვიქნებ, ჯერ მიპასუხეთ, აბა თქვენ რა იცით ამ კომპანიაზე? ბიზნეს საქმიანობა ვინ რუსული ნავთობით. რუსული ნავთობს რა მნიშვნელობა აქვს? სხვა რამეს გეუბნებით, რომ ბიზნეს კერძო სექტორი ვისთან პარტნიორობს, როგორ პარტნიორობს, მე რა პასუხი უნდა გაქვს. გელა გელაძეს ვეკითხებით, რადგან ის დეკლარაციაში უთითებს, რომ მისი მეუღლე მშობლებისგან იღებს საჩუქრად თანხას და ძვირადღირებულ ქონებებს, ნიშნავს თუ არა, რომ ნავთობის ბიზნესით ისიც ხეირობს.
იქონების დიდი ნაწილი ხო სიმამრის დახმარებით არის 100-ია დეკლარაციაში მამის ნაჩუქარი ქონება, მამის მიცემული ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველ დეკლარაციაში აწესებს. დეკლარაციაში აბსოლუტურად ყველაფერია გამჭვირვალეა ჩემი დეკლარაცია და ზოგადად ჩემი ოჯახის ბიზნეს საქმიანობა და შემოსავლები ძალიან გამჭვირვალეა. ხო და ხომ ასეც რომ სიმამრის ნაჩუქარია ეს ქონება, მე გეკითხებით რუსული ნავთობით ყიდვა გაყიდვით ნაშოვნი ფულით არის ეს დიდძალი ქონება შეძენილი ხო? 10-ს როდისაა დარეგისტრირებული 5 წლის წინ თუ 7 წლის წინ თუ 10 წლის წინ. სხვადასხვა დროს გაქვს. ხო და გააჩერდით გელაძესთან დასმულმა კითხვებმა შედეგი მოიტანა. მინისტრმა გვითხრა, რომ მისი სიმამრი ინტერვიუს მოგცემდა. საუბრის დასრულებიდან მალევე ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ანუკი კანკია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მინისტრის სიმამრი შეხვედრაზე გველოდა. მონაცემები მაქვს, რომელიც მე საქსტარტმა მომცა. ამ დოკუმენტებით თქვენ საწვავის შემოგაქვთ რუსეთში. არ შემომაქვს. მე გეუბნებით, რომ არ შემომაქვს. არ ვიცი ეს რა დოკუმენტია, საიდან არის მოსული, მე გეუბნებით. არც ერთი ლიტრა ბენზინი მე არ შემომიტანია რუსეთიდან. რუსული კომპანიიდან მე ბენზინი არ მიყიდე. ეს გელა გელაძის სიმამრია. კომპანია ზოპტრეიდის ერთ-ერთი მფლობელი. ის შეხვედრაზე მას შემდეგ დაგვთანხმდა, რაც კითხვებით მის მინისტრ სიძეს მივაკითხეთ. ზაურ ელიზბარაშვილი ეჭქვეშ აყენებს საქსტატის ოფიციალურ მონაცემებსა და წერია, რომ მის კომპანიას ნავთობპროდუქტები რუსეთიდან შემოაქვს. პარტნიორები ორი რუსული კომპანია, საიდანაც ზოპტრეიდი ყიდულობს საწავს ამ მონაცემებში. 60% შესყიდულია ამ კომპანიიდან. 40% შესყიდულია რუსეთიდან. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის გაზპრომის შვილობილი კომპანია. არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი, არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს. მომისმინეთ. მე კანონი დავარღვიე. მომისმინეთ, არა ეს უცებ, კი, მაგრამ არა, ამ დოკუმენტებითაც მე კანონი დავარღვიე. მოიცა, მიჯერზე ბუთიდან არ მიყიდია კიდევ ერთხელ ვიმეორე, მაგრამ რომ ციყო სიტყვაზე მე დავარღვიე კანონი. ის იყო რა ქვია სანქცირებული კომპანიის არ არის ნაყიდი რა მე გეკითხებით გამაგებინეთ ახლა კითხვა გამეცი პასუხი კანონი დავარღვიე კი ბატონო მე რამე უკანონობა ჩავიდინე არა რა უნდა მიპასუხო ახლა მეჩხუბებით მინდა რომ გიპასუხო კი გეჩხუბები უბრალოდ გამომიყვანე მდგომარეობიდან ახლა თხრილში მაშვევი მაგერ ტენი ამ იმას და გეუბნები არ ვიცი ეს რა არ შემომიტანია მას შემდეგ რაც მინისტრის სიმამრს ჩვენ არა მხოლოდ საქსტატის, არამედ საიარის საერთაშორისო ბაზების ამონაწერი ვუჩვენეთ, სადაც ვკითხულობთ, რომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია რუსული ნავთობით ვაჭრობს, ის გაბრაზდა. ჩვენ ხო სახელმწიფო უწყებებიდან გამოვთხოვილ დოკუმენტაციაზე ვლაპარაკობთ. ამ კომპანიის დოკუმენტების მიხედვით, რომლიდანაც თქვენ ყიდულობთ, 100%-იანი წილის მფლობელი არის გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი. ეს არის სანქცირებული ამისგან არ მიყიდია მე ამისგან არ შვილობილი კომპანია ამაზე ვლაპარაკობ მე გითხარით რაც საქმე იყო და გითხარით არა თქვენ ლაპარაკობთ ომის დამფინანსებელ გაზპრომს არა ბატონო მე არ მიყიდია ამისგან არაფერი თქვენ მანახეთ რომ მე ამ კომპანიას რამე გადაუხადე და ამან ხელშეკრულებით ან რაღაცით ინვოისით მე მომცა ამან საწვავი მომეცი და ვილაპარაკო არც ამ კომპანიების არ მიყიდია მაგ არ მიყიდია მინისტრის სიმამრი ამბობს, რუსული კომპანიისგან ნავთობპროდუქტები არ უყიდია და გასაყიდად საქართველოში არ შემოუტანია. მისი პარტნიორი ამავე კომპანიაში, ხმაურიანის საქმეების პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის მამა კი ადასტურებს, რომ რუსული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს. რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს? ყველა ქვეყნიდან, საბერძნეთი, კიპრი, ყველა ქვეყნიდან ყიდულობს, სადაც კანონიერი ტვირთია და იაფი. ყველა ქვეყნიდან ყიდულობს. რუსეთიდან. ყველა ქვეყნიდან. იმიტომ რომ საქსტატის მონაცემებით თქვენ იმ კომპანიებს შორის ხართ, იმპორტიორ კომპანიებს შორის ხართ, რომლებსაც ტვირთი ამ შემთხვევაში ნავთობი შემოაქვს რუსეთიდან. ნავთობპროდუქტი, კი ბატონო. ბენზინის და დიზელიც არის და ასე. ხო, თქვენ რა შემოგაქვთ რუსეთიდან, ბატონო ბეჟა? ჩვენ შემოგვაქვს მხოლოდ კანონიერი ტვირთი. რა ქვია ამ კანონიერ ტვირთს? კანონიერი ტვირთს, ნავთობპროდუქტი, კანონიერი შემოგვაქვს ყველა ქვეყნიდან. მათ შორის რუსეთიდან. ყველა ქვეყნიდან, რომელიც არის კანონიერი. ერიდებით პასუხს ბატონო ბეჟა. თქვენ აი აგერ არის სოგარის გალობა. შეხედეთ ფასებს შეხედეთ. ეს არის რუმის შედეგი იმისი, აი ამ კომპანიების და ჩვენი სახელმწიფოსი, რომ მაქსიმალურად
ხელი შეუწყოს ისეთ მეწარმეებს, როგორიც მე ვარ. რასთან გვაქვს საქმე? ჩვენ გვრჩება განცდა, რომ ეს არის სიტყვებით თამაში. ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრის და პროკურორის მამა რუსულ ქარხნებში წარმოებულ ნავთობს ყიდულობენ, რომელთა კვალი საბოლოოდ რუსეთ მმართველ ელიტასთან მიდის, მაგრამ ამ გარიგებებში ჩნდებიან შუამავალი კომპანიები. ეს მსოფლიოში აპრობირებული ტაქტიკაა. ცოტა ხნის წინ ამის შესახებ წერდა Financial Times-იც. რუსეთს იმდენად უჭერს პირდაპირ სანქციების გამო ნავთობის ყიდვა, რომ აჩენს შუამავლებს, რათა დამალოს კვალი, თუმცა საბოლოოდ საბაჟო დეკლარაციებით მაინც ჩანს, საიდან მოხდა ნავთობ პროდუქტების მიწოდება. რომელ რუსულ კომპანიებთან არა მაქვს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა, არც ერთთან, პირდაპირ არც ერთ რუსულ კომპანიასთან არ ვთანამშრომლობ. თქვენ ხომ დამდასტურეთ, რომ რუსეთიდან საწვავს ყიდულობა? არც ერთ რუსულ კომპანიასთან არ ვთანამშრომლობ ტრეიდერების მეშვეობით. შუამავალი ტრეიდერი. ტრეიდინგი რომლებიც ხო საიდანაც რენტაბელური თქვენი კომპანია ხომ თანამშრომლობს? არ თანამშრომლობს. აბა როგორ ყიდულობს? ტრეიდერებისგან მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების ნავთობპროდუქტების ბიზნესის ბრუნვა 80 მილიონს აჭარბებს. აი ფაქტები. ეს ზობტრეიდის ფინანსური ანგარიშია. აქ ვკითხულობთ, რომ 2023 წელს კომპანიის ბრუნვა 17 მილიონი ლარი იყო. 2024 წელს კი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა და 83 მილიონ ლარს გადააჭარბა. თქვენი კომპანია ხომ არის ეს? ზობტრეიდი ჩვენი კომპანია არის. შესაბამისად ეს ხომ ოფიციალური დოკუმენტია? და რას ვამბობთ? ჩვენ რუსეთიდან არ უნდა შემოვიტანოთ საწვავი? ამას ვამბობთ? გეკითხებით, უნდა შემოვიტანოთ, პრობლემას ვერ ხედავთ? პრობლემას ვერ ვხედავ ვერაფერში, იმიტომ რომ ცივილიზებული სამყაროს აქვს სანქციები გაწესებული რუსული კომპანიების მიმართ და მათ ეკრძალებათ ანუ სხვა ნებისმიერ კომპანიას ამ საწვავის შეცემა. არიან კომპანიები, რომლებსაც ცივილიზებულმა სამყარომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არ დაადო სანქციები და ფუნქციონირებენ. ანუ თქვენ თუ მაჩვენებთ მე ერთ შესყიდვას ჩვენს მიერ განხორციელებულს, რომელიც არის სანქცირებული თვირთი და არ უნდა შემოსულიყო ჩვენ ზოგადად როგორც ჩვენ ლაპარაკობთ სანქცირებული გაზპრომის შვილობილ კომპანიებზე. არ ვიცი, გაზპრომის შვილობილი კომპანია პრობლემა თუ არ არის, მე ვიცი და ხელმძღვანელობ ჩემ ბიზნესში კანონიერად, რამდენად კანონიერია და შეიძლება თუ არა მისი რეალიზება და შემოტანა საქართველოში. შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრი და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკური ლიდერების საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის მამა ზობტრეიდთან ერთად ფლობენ კომპანია GT Groups. ეს კომპანია 2022 წლის 30 მარტს დაფუძნდა. სწორედ მის ბალანსია 50,000 კვადრატულ მეტრ მიწაზე განთავსებული ნავთობ ტერმინალი. 7 ნავთობ რეზერვუარით ქვემო ალექსეევკას დასახლებაში. ჩინოვნიკების ოჯახის კომპანიამ ეს ქონება $1,394,000 შეფესე ველისგან 2022 წლის 16 სექტემბერს იყიდა. კომპანია GT Group-შიც წლის ყველაზე მსხვილი მფლობელი პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა. ბეჟან ბეჟუაშვილს ამ კომპანიაში 31% ეკუთვნის. 23% გელა გელაძის სიმამრის ზაურ ელიზბარაშვილის საკუთრებაა. 23% კი გია ელიზბარაშვილი და ზურაბ ზურაბიშვილი ფლობენ. ჩვენ კანონი გვიგრძალავს ბიზნეს საქმიანობას, ვაშავებთ რამეს, რომ თქვა ოჯახის წევრები წარმატებული ადამიანები არიან, ეს პრობლემა არის ქალბატონო მაგა? კითხვა არ უნდა დაისვას, როდესაც რუსეთიდან იმპორტიორი კომპანიების სათავეშია თქვენი კომპანია, ჩამონათვალშია, რომელი რუსული კომპანიებიდან ყიდულობს, მინიმუმი გახმაურებული პოლიტიკური საქმეების პროკურორის მამა, ნავთობპროდუქტს ეს ერთი და მეორე, ნავთობპროდუქტების ბიზნესში როგორ მოხვდით? ეს ორი მთავარი კითხვა. როგორ მოხვდი? არავის მოუტანია მანდ მილიონები და არავის შეუდია მილიონები. ჩვენი პარტნიორები არიან ბანკები.
გავლენიანი ოჯახის წევრობა თავისთავად დანაშაული არ არის, თუმცა ჩვენი ინტერესის საგანია დავადგინოთ, რა როლს ასრულებენ ისინი ნავთობ ბიზნესის წარმატებაში. კერძოდ, როგორ მოიპოვა მრავალმილიონიანი ბიზნესის დასაწყებად საჭირო კაპიტალი კომპანია Zobtrade-ის ერთ-ერთმა მფლობელმა ბეჟან ბეჟუაშვილმა, რომელიც ოფიციალური მონაცემებით ქონებას საერთოდ არ ფლობდა. ამ კითხვებზე პასუხის მიღება პროკურორ თამარ ბეჟუაშვილისგან არაერთხელ ვცადეთ, თუმცა მან შაბათის ეთერის კითხვებს მანდატორის დახმარებით დააღწია თავი. საბოლოოდ კი საქმე იქამდე მივიდა, რომ პროკურორის საკუთარ სასამართლო პროცესზეც კი არ გამოცხადდა. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ის არ მოვიდა ამ საქმეზე, სასამართლო პროცესზე. არაერთი შემთხვევა იყო, ერთი წუთი, არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მე არ ვიყავი ამ ხომაზე და იყო თამარი თამარი. თქვენზე ბევრი იყო, მაგრამ თამარზე არ როდესაც თამარი არ ესწრებოდა და თამარზე არ ყოფილა და ამიტომ გეკითხებით. რა იყო მიზეზი, რის გამო? მიზეზი ის იყო, რომ მანამდე მქონდა სხვა ხომა სავარაუდოდ, როგორც არის ცნობილი, ის გამოდია. უკრაინაში წარმოებული აგრესიის და ფინანსების გამო შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა რუსულმა კომპანიებმა დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდების სხვადასხვა მექანიზმები შეიმუშავეს. მათ შორის შექმნეს შვილობილი კომპანიები და სავაჭრო ოპერაციებს სწორედ იმ კომპანიებით ახორციელებენ, რომლებიც ჯერ სანქცირებულთა სიაში არ შეუყვანიათ.